რატომ ვართ ესეთი ემოციურები, ხო? მაგალითად, იმიტომ რომ თქვენს გექნებათ შემჩნეული ზოგიერთი ადამიანი უფრო მეტად ემოციურია, ვიღაცა უფრო ნაკლებად, ხო? ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი არის პირველი ის, რომ ყველა ვართ ადამიანები და ადამიანებს ემოციები გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად არის მნიშვნელოვანი ჩვენი გენეტიკური ინფორმაცია, რა გადმოგვეცა, ასე ვთქვათ, მშობლებისგან, როგორი ფსიქოტიპი ვართ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცისკენ უფრო მეტად ვიყოთ მიდრეკილი. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ზოგიერთი ადამიანები უფრო მეტად მგრძნობიარეები არიან მაგალითად, ვიდრე სხვები. ასევე მნიშვნელოვანია თვალყური ადევნოთ თქვენს რეჟიმს და გარკვეულ რუტინას, რამდენად კარგად გძინავთ, რამდენად კარგად იკვებებით, რამდენად ზრუნავთ თქვენს თავზე და აქედან გამომდინარე ხომ არ არის ემოცია გამოწვეული. ძალიან ისეთი მაგალითი რო ვთქვა, შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ ზედმეტად ვარ გაღიზიანებული და ამ დროს გაღიზიანების მიზეზი იყოს ის, რომ ძალიან ცოტას ძინავს. და თუ კი ძილი მოიწესრიგა, ან შია კი ბატონო, ზოგიერთი ადამიანი, როცა შია, მერე გაბრაზებულია და ჭხუბობს. შესაბამისად, ის სხეულებრივი შეგრძნება, რომ მე აი აქ რაღაცა მაწუხებს მუცელში, უკვე იმისი ნიშანია, რომ ახლა გაბრაზებას ვიწყებ პირობითად და თუ კი საჭმელს მივიღებ წინასწარ, იქნება ერთგვარი პრევენცია, ხო, რომ ანუ აღარ გავბრაზდები და მერე ოჯახის წევრს აღარ გავიმეტებ რაღაცისთვის, რისი ღირსიც არ არის. ამიტომ მსგავსი მიმანიშნებლების მიმართ ყურადღება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე აღნიშნავდი ახალ გამოცდილებებს, იმიტომ რომ როგორც ბავშვები ღელავენ, თქვათ, ბაღში წასვლის დროს, სკოლაში წასვლის დროს, რაღაცა ცვლილების დროს, ასევე დასრული ადამიანებიც ღელავენ, მაგალითად, თუ სამსახურის ადგილს იცვლიან, ან რაღაც ახალ ხალხთან უწევთ ურთიერთობა, ან რაღაც ისეთი უნდა გააკეთონ, რაც მანამდე არ გაუკეთებიათ და გამოცდილებაში არა აქვთ და ასე შემდეგ. ამიტომ სიახლეების დროს შეიძლება ვიყოთ ხოლმე ასევე უფრო მეტად ემოციური. და ძალიან მნიშვნელოვანი ასევე არის ისიც, რომ არსებობს რამდენიმე მოკლედ ვიტყვი, ტრავმული გამოცდილება, რამაც ასევე შეიძლება რაღაც ემოციური პასუხები დატოვოს ჩვენში, ხო? ანუ რაღაცა ძალიან მძიმე გამოცდილება, მაგალითად გლოვა, მაგალითად კონკრეტული ტრავმული რაღაც შემთხვევა, სტრესი, რაც იწვევს ადამიანში უფრო ესეთ ღრმა ემოციურ, ასე ვთქვათ, პასუხებს და რასაც შეიძლება რომ უფრო მეტი ყურადღება დასჭირდეს, ვიდრე რაღაც ყოფით მაგალითად ემოციებს, რომელიც ყოველდღიურად ისედაც გვიჩნდება ხოლმე.